არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება. ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად. საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. გვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადებაში აღნიშნული, რომლის შინაარსით საზოგადოებას ძლერი საქართველოს წევრმა ირაკლი კუპრაძემ გააცნო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. მათივე თქმით, ოპოზიცია 14 დეკემბერს ჩაანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს არ ცნობს. ამასთან ხელისუფლების ოპონენტების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა პროპაგანდით დაპირისპირებული მშვიდობის მაგიერს საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა. საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისათვის მებრძოლი პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო და არც ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ლეგიტიმაცია ჩაანიშნულ ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება. ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი: ახალი და სამართლიანი არჩევნები. არ ვცნობთ არალეგიტიმურია, რაც ახლა ხდება. მეორე მნიშვნელოვანი, არ ვცნობთ იმ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში კლოუნადას, რომელიც პრეზიდენტობის რაღაცა კლოუნადას ყაველაშვილი კლოუნის ასარჩევად და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვაღიარეთ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სრული, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია აქვს და ვთვლით მას ქართველი ხალხის წარმომადგენლად, რაც არ უნდა მოხდეს 14-ში და რა პროცედურაც არ უნდა იყოს. პოლიტპატიმრების, წამების მსხვერპლების, მოტაცებული ადამიანების, სისხლის სამართლით გასამართლებული თუ ადმინისტრაციული წესით გასამართლებული ადამიანების და მათი ოჯახების სრული მხარდაჭერა და იმ ადამიანების დასჯა, იმ ბანდიტების დასჯა, რომლებიც ჩვენ მოქალაქეებს ჩაგრავენ და ძალადობენ. ეს ასევე მედიის და ჟურნალისტების მხარდაჭერა, სრული მხარდაჭერა, რომელიც არის ასევე უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ საქართველოს ლეგიტიმურ ინსტიტუტად ერთადერთად რჩება სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ გაცვთავარია სალომე ზურაბიშვილს ხარჯს უჭერს საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა. ასევე ჩვენ ბუნებრივია ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან ქმედით ნაბიჯებს ამ კრიზისულ ვითარებაში. ეს არაღიარება, რა თქმა უნდა, აბსურდია და არანაირ ხელახალ არჩევნებზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის და არც იქნება. და ეხა ის ზღაპარი რო თითქოს და დევიდ კოპერფილდი ჩამოვიყვანეთ და 300,000 ხმა გავაყალბეთ და 100,000 ადამიანს პირადობა ჩამოვარქით, ნუ ამ ზღაპრის თავიანთ მომხრეებსაც არ ჯერა. ქალბატონი ზურაბიშვილი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა 29 დეკემბერს იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, რის შემდეგაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ახალ წელს შევხვდებით ქალბატონი ზურაბიშვილის გარეშე. თბილისში ევროპარლამენტარების ვიზიტი გრძელდება. 6 ევროპელი დეპუტატი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე კი შეხვედრები უკვე გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან, სახალხო დამცველთან და ოპოზიციასთან. განხილვის მთავარი საკითხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია. აქ ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართულ ხალხს მათი მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მომავლის გადარჩენაში, მაშინ როდესაც ივანიშვილმა აირჩია რუსეთის გზა, აირჩია რეპრესიების გზა, აირჩია ტერორის გზა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ის რეპრესიები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რეპრესიებმა მხოლოდ მეტად შეგვაკავშირა და დაგვარწმუნა იმაში, რომ დღეს ნამდვილად არის გადამწყვეტი ბრძოლა
ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. საუბარი ბევრი მართულებით წარიმართა, ბევრი შესაძლო ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა გადადგას, რთულია, ბუნებრივია, რთული ისე ვთქვათ მექანიზმია ევროკავშირი და გადაწყვეტილების მიღებას შეიძლება ვთქვათ უმრავლესობა კი არა, ასე ვთქვათ სრული ისე ვთქვათ ხარდაჭერა ჭირდებოდეს, მაგრამ არის სივრცეები, სადაც შესაძლებელია ევროკავშირმა ძალიან ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ესეთი შეიძლება იყოს, მათ შორის კონკრეტული ადამიანებისთვის ვიზების შეზღუდვა, მაღალი თანამდებობის პირებისთვის მათი არ მიღება თუნდაც საპარლამენტო დიპლომატიის დონეზე. დღეს ქონდა საუბარი ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში, ცხადია, რომ ჩვენი პოზიცია არის აქ უცვლელი, რომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით, ეს შეარიგებს საზოგადოებას, ეს თავიდან აგვარიდებს შემდგომ ესკალაციას, გაწევლა ამ გადაწყვეტილების თავის მოკატუნება, ვითომ ქვეყანაში არ ხდება ქართული ოცნების მიერ, ხოლ და ხოლო დაამძიმებს ვითარებას. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ როგორ განვიხილოთ ეს სიტუაცია და განვიხილოთ ერთ-ერთი გზა არის შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებას. ევროპარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიცია და გამოცემული ნებისმიერი რეზოლუცია არის კარგი მისასალმებელი, მაგრამ იმ კონტექსტში, როდესაც ასობით ადამიანს აწამებენ კვირი და კვირამდე თბილისის ქუჩებში და რეჟიმი სულ უფრო ბრუტალური ხდება, აქ არც ერთი დღე დასაკარგი არ არის. ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, ისინი ყურად იღებენ ქართული ხალხის ნაწამები ქართული ხალხის ნებასა და სურვილს. ჩვენ გსურთ სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც კვლავაც აფრიალებს ევროკავშირის დროშებს ქუჩებში და განაგრძობს ბრძოლას იმისთვის, რაც არის გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. ესაა საქართველოს ევროატლანტიკური გეზი. საქართველო ახლა გახლავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მფლობელი. ეს სტატუსი ითვალისწინებს საკმაოდ მაღალი სტანდარტების დაცვას. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით ფაქტების შემსწავლელი მისიის ფარგლებში, რათა თავად ვიხილოთ სიტუაცია ადგილზე. ჩვენი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა გამოვიტანოთ სწორი დასკვნა. ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირმა იმოქმედოს და ისაუბროს უფრო ხმამაღლა და უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს. ჩვენ ახლა აქ ვართ განსაკუთრებულ მომენტში. ეს მომენტი ეხება იმას, თუ როგორ ექცევიან ეს ხალხი, ეს პარტია, ქართული ოცნება და უსაფრთხოების სამსახურები და არაოფიციალური სამხედრო დანაყოფები საქართველოს მოქალაქეებს. ეს ხდის სიტუაციას ძალიან კრიტიკულს. არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს ასე საკუთარ მოქალაქეებს. სწორედ ესაა მთავარი კითხვა, როგორ მოვექცეთ პარტიას, რომელიც არ აღიარებს საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ მოძრაობას და თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებას, მედიას. ამ სიტუაციაში ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევხვდეთ მათ, ვისაც ავიწროვებენ და ვინც არის ნაცემი და ციხეში სვამენ. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ. ადამიანებს რეალურად აქვთ სურვილი, რომ საქართველოში იყოს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, მათ ძალიან კარგად იციან, სად უნდა ჩაატარონ ეს შეხვედრები. ეს პარლამენტი ღია მათ შორის ამ ადამიანებისთვის, თუ აქვს სურვილი, მობრძანდნენ და განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რაც მათი ინტერესის სფეროა. თუმცა სამწუხაროდ ჩვენი მოლოდინი ესეთი არ არის, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ეს ადამიანები ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელი შეუწყონ ესკალაციას სიტუაციის და ის გეგმა, რაც აქვს ყოველ შემთხვევაში ვისთან შეხვედრას აპირებენ, ის დრო რისთვისაც არიან ჩამოსულები, მათ შორის ის განცხადებები, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაძლევს იმის იმედს და მოლოდინს, რომ ეს ადამიანები მისთვის არიან აქ ჩამოსულები, რომ პირიქით ხელი შეუწყონ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. ეს დაძაბულობა მინევდა, დაპირისპირება მინევდა, სისხლის გეგმა არ შედგა და რასაკვირველია, ესენი ეცდებიან კონკრეტულ პირებზე მაქვს საუბარი, ცნობილი გვარებია. რომ აი ამ მინელებულ ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე იქნებ ნავთი დაასხადა. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არავითარი ინტერესი იმისა, რომ შეხვდნენ უმრავლესობის წარმომადგენლებს, მათ არ გააჩნიათ, ვინაიდან იდეა ერთია, რომ დასანქციებდეს საქართველო და ამას ყველაფერს მიეცეს შეუქცევადი ხასიათი. მე ვფიქრობ, ეს გეგმაც ჩაიშლება. ჩამოსულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, კოლექტიური ნაცმოძრაობის ასაბორდინებლად. თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩიც. როგორც შეხვედრის შემდეგ პაվել ჰერჩინსკიმ განაცხადა, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ და დაკავებულები სასწრაფოდ გაათავისუფლონ.
ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდით, რომ არ გვსურს ზიანი მივაყენოთ და დავსაჯოთ ქართველი ხალხი, რომელიც ყოველ საღამოს გამოდის ქუჩაში და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებს. სრულიად მესმის, რამდენად რთულია ეს მათთვის. ჩვენი განზრახვა მათი დასჯა არაა. ჩვენი მიზანია საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან ძლიერი გზავნილის გაგზავნა, რომ მათი ტრაექტორია, რომელიც მრავალი თვია აირჩიეს, განსაკუთრებით კი ბოლო ორ კვირაში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის სასტიკი გამოყენებით დაუშვებელია. მოდით დაველოდოთ მომდევნო კვირას და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები კოლექტიურად. მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ 27 წევრი ქვეყანა შეძლებს შეთანხმდეს კონკრეტული ზომების მიღებაზე. ჯერ კიდევ არის დრო. მოლაპარაკებები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ამიტომ ორშაბათს უნდა დაველოდოთ. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის გარკვეული პასპორტის მფლობელებისთვის, უიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი და უპირველეს ყოვლისა სანქციები. სანქციები ძალიან რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ისინი ერთსულოვნებას მოითხოვს. მოლაპარაკებები 27 დედაქალაქის ლიდერებს შორის მიმდინარეობს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება სანქციების დაწესებას მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების უფლებების აშკარა დარღვევაზე. მართლაც გული მტკივა იმის ყურებისას, თუ რა ხდება თბილისსა და სხვა ქალაქების ქუჩებში. როგორც ევროკავშირმა ჩვენ დაუგმეთ ეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ამ დარღვევაზე, უნდა დაისაჯოს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრეს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათივე განცხადებით, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში ინფორმირებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და უმეტეს შემთხვევაში მათი განცხადებით ეხება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობას. არასამთავრობო სექტორის აზრით, ქვეყანაში მდგომარეობის განსამუხლად აუცილებელია დაენიშნოს ახალი არჩევნები და განთავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები. ევროკავშირის ყველა ქვეყანა გამოიხმაურა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში კარგად ესმით და არიან კარგად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რასაც ადგილი აქვს დღეს საქართველოში. ისინი ცალსახად ხარჯს უჭერენ ქართულ ხალხს, აპროტესტებენ უმეტესად იმ კანონდარღვევებს, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო დღეების მანძილზე, ადამიანების უკანონო დაპატიმრებას, თავდასხმას, მედიას წარმომადგენლებზე, ოპოზიციის დაპატიმრებას და ოპოზიციის წევრების დაპატიმრებას ასე შემდეგ. შინ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მასპინძლობდით შვედეთის პარლამენტის წევრს და საქართველოს შვედეთის საპარლამენტო სამეგობრო ჯგუფის ხელმძღვანელს გუსტავ გოტბერგს, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში და ამავე დროს ის გახლავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი. ერთხმად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 26-27 იანვარს, როცა შეიკრიბებიან, არ ცნობენ ისინი ქართული დელეგაციის ლეგიტიმურობას, ქართული ოცნების წარმომადგენლების, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფში, ამიტომაც მათი წარმომადგენლობა და მათი ლეგიტიმურობა უკვე გაუქმებულია ფაქტიურად. ამ ქვეყანაში, აი ამ კრიზისზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, მას ყავს კონკრეტული პირები და მას აქვს მიტაცებული კონკრეტული ინსტიტუტები, მაგრამ ის არის ამ კრიზისზე პასუხისმგებელი. მეორე საკითხი და მეორე გზავნილი, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები და ამის გარშემო ერთიანდება საზოგადოება, როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე პოლიტიკური პარტიები. შესაბამისად, ჩვენ ყველას გონია, რომ ეს არის კრიზისიდან გამოსავალი. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი მედიასთან გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს და დაგმო მათზე ძალადობის ფაქტები. აბსოლუტურად მიუღებელი ძალადობა, რომელიც თელმა საზოგადოება მიხილა. ნახეთ, რომ როგორ თავს ესხმოდნენ ჩვენს გმირ საამაყო პოლიციელებს, ჩვენს სპეცნაზელებს. პატრულის, კრიმპოლის თანამშრომლებს, მაშველს მეხანძრეებს, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მე მახსენდება ბავშვობის წლები, როცა აი საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ პარლამენტის შენობას. ეს იგივეა ფაქტიურად. ჩემთვის იგივე ასოციაციები გამოიწვია აი ნანახმა მძიმე სცენებმა. არავის არ მოეწონა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს არის ყოველად მიუღებელი
პოლიციაზე თავდასხმარის, იგივე სახელმწიფოზე თავდასხმა და მე მინდა რა თქმა უნდა პირველ რიგში გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა როგორც რიგითმა მოქალაქედ, როგორც პარტიის თავმჯდომარემ ბატონ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციას, სპეცნაზებს მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები და უნდა ითქვას პირდაპირ რომ სწორედ პოლიციამ ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან არიდა ჩვენს ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია. ჩვენ კარგად ვიცით მათი მიზანი ის კი არ იყო რომ მართლაც ვიღაცას რაღაც განცხადება არ მოეწონა. რაზეც შემდეგ არაერთი განმარტება გაკეთა მთავრობის მხრიდან. მათი მთავარი მიზანი იყო ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში მათ თავში აქვთ. ეს არის გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. აი ამ მოძალადე ფაშისტური ძალების. ჩვენ ასევე ვიხილეთ საზოგადო მიხილა ძალიან კრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას სატანისტური რიტუალები ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები, კუბოს დაწვა და ასე შემდეგ. და მე ასევე მინდა თქვა რომ აი ეს ადამიანები რომლებიც შესაძლოა გულწრფელად აპროტესტებენ მათი იქ დგომა და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს. მე იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი გაივლის ყველა ასე ვთქვათ კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება მშვიდობა. ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო. ჩვენ ამ არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი. 1,120,000 ადამიანი გამოვიდა და თქვა რომ ხელისუფლებაში სურს დარჩეს ქართული ოცნება. ვის აქვს უფლება რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია. მით უმეტეს რომ არც ერთი ფაქტი მათ მიერ ნათქვამ გაყალბების ფაქტი მათ არ წარმოუდგენიათ საზოგადოებას. ეს ხო ყველაფერი იყო ტყუილი და ეს ტყუილი ძალიან მალე გაქარწყდა. დეპუტატებმა იმჟელეს პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციებზეც პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზება, ნებართვა, ლიცენზიის გარეშე 5,000 ლარის ოდენობით ჯარიმას დაემქვემდებარება. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებებს პრევენციული ხასიათი აქვს. ცვლილებები, რაც ამ პაკეტში განხილვის დროს შევიდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პრინციპის დაცვით, რომ აქცია მაქსიმალურად იყოს დაზღვეული, რომ გამოხატვის მშვიდობიან ფორმებს არ გაცდეს. ის პირები, ვინც მოტივირებული არიან, რომ პიროტექნიკით იარონ აქციებს და შემდეგი სამართალდამცველების ან ჟურნალისტების მიმართულებით ისროლონ, ვისაც უნდა რომ მათ იდენტიფიცირება არ მოხდეს, ხადია ამ ადამიანებს როგორც ესე არ აქვს იმის мотивация რომ აქცია მშვიდობიან ფარგლებში დარჩეს. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ინიციატივა სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვინაიდან როდესაც აქცია იმართება, ნებისმიერი ინტერესი უნდა იყოს, რომ მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები მაქსიმალურად იყოს დაცულიც და უზრუნველყოფილიც. პიროტექნიკა მომეტებული საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისადმი. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები გვაქვს ხოლმე არასრულ ზონებში, წინასაახალწლო და საახალწლო პერიოდში. ჩვენ ნახეთ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ როგორ იყენებდნენ ორგანიზებული და სისტემური ძალადობის დამოორგანიზებელი ადამიანები პიროტექნიკას, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით ცდილობდნენ, რომ ცოცხლად დაეწვათ პოლიციელები, პირბადებთან დაკავშირებით, ნიღბებთან დაკავშირებით და ნებისმიერი იმ საშუალებასთან დაკავშირებით, რომელიც სახლის დაფარვას უზრუნველყოფს. პასუხისმგებლობა განისაზღვრება 2,000 ლარის ოდენობით, ხოლო 5,000 ლარის ოდენობით სხვა ყველა დანარჩენი აკრძალული ნივთების შესახებ. მოქმედი კანონმდებლობას და საზოგადოებას შეცდომაში შეყავს თითქოს ახალი სამართალდარღვევის სანქცია გვაქვს, რომ პატიმრობას გაითვალისწინებენ პიროტექნიკის გამოყენებაზე. ეხლაც მოლოტოვის კოქტეილებს რომ ამზადებენ და რომ ესვრიან პოლიციელებს, ადამიანების სიცოცხლეს დაცვას რო ცდილობენ. ეხლაც აკრძალული გვაქვს, ახლაც პასუხისმგებლობა არის 15-იანი ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, რაც კვლავ ძალაში დარჩება. ძალიან ბევრ წამყვან ქვეყანაში ნიღბები არათუ აქციაზე, არამედ ზოგადად აკრძალულია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, რაც არის აბსოლუტურად მართებული. ასევე პიროტექნიკას რაც შეეხება, ეს დარეგულირდება ლიცენზიების გაცემით, იქნება შესაბამისი ჯარიმები და პიროტექნიკის უკანონო გამოყენებაზე ამ შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად იქნება 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. შესაბამისად ეს რეგულაციები ზუსტად უზრუნველყოფს იმას და იქნება პრევენციული ხასიათის, რომ ადამიანებს თუ უნდათ რომ
გააპროტესტონ რაიმე საკითხი, არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა და მშვიდობიანად გააპროტესტონ საჯარო სივრცეში. თუ საჯარო სივრცეში აპროტესტებ, არ მესმის შინაარსი ნიღაბი რატომ უნდა გეკეთოს. თუ ნიღაბი გინდა და არავინ არ გინდა რომ გიცნოს, მაშინ სახლში იყავი და იქ აპროტესტე რამდენიც გინდა. სახელმწიფოსთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი, ასეთია მმართველი გუნდის შეფასება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უწყება მოური დღის წინ გაავრცელა. განცხადებაში პროცესების ხელოვნურად ესკალაციასა და მსხვერპლზეა საუბარი. უწყების განცხადების თანახმად რადიკალიზაციის მსურველების სამიზნე პრეზიდენტის არჩევნებია. ის არის პრევენციული ხასიათის და მიმართული არცერთ საზოგადოების მიმართ, მე როგორც გითხარით, სახელმწიფო არ დაუშვეს ქვეყანაში ქაოსს და დესტაბილიზაციას, თუმცა სახელმწიფოსთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი და თითოეულ მოქალაქემ კარგად გააცნობიეროს რა ინტერესება კონკრეტულად ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რადიკალურ ოპოზიციას, რა არის მათი მიზანი და მოქალაქეებს მოუწოდებენ რა თქმა უნდა მისმიერ დროს მათ აქვს უფლება გააპროტესტონ ის რასაც ისინი ჩადგიან საჭიროებს, თუმცა რა თქმა უნდა უნდა დარჩენ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ის რომ ოპოზიცია ხდება მეტი რადიკალიზაცია, მეტი დაშავებული, მეტი სისხლი შესაძლოა მსხვერპლიც კი რომ ამას მოყოს კიდევ უფრო მეტი ადამიანის პროტესტია, კიდევ უფრო მეტი ადამიანის გამოყვანა ქვეყანაში, ესაც იცით რომ ფერადი რევოლუციის ტექნოლოგია, მაიდანის ტექნოლოგია და რა თქმა უნდა საზოგადოება უნდა იყოს ძალიან არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ სუსის მოწოდება გარკვეულწილად რაღაც დააიგნორონ, თუმცა ყველა შევახსენებ, რომ მათ შორის ოპოზიციური ლიდერების და ამ აქციის მონაწილეების მხრიდან ძალიან ხშირად არის პარალელი გავლებული ევრომაიდანთან. ფაქტობრივად სცენარები იმდენად იდენტურად ვითარდება, რომ ზუსტად ამ ფაქტიდან გამომდინარეც თავისთავად არის ლოგიკური ეჭვი, რომ გარკვეული მსხვერპლი ჭირდებათ ახლა, როგორც ევრომაიდანზე ძალიან უცნაურ ვითარებაში დაიწყო სნაიპერების მხრიდან ადამიანების მიმართულებით სროლა და იყო მსხვერპლი და საკმაოდ სავალალო მდგომარეობა არ გამოვრიცხავთ და მათ შორის გარკვეული ინფორმაცია როგორც ჩანს არსებობს თავად უსაფრთხოების სამსახურში რომ ამ სცენარით ფიქრობენ პროცესები გადაზარდონ უფრო მეტად დესტრუქციულში და ისეთ პროცესებში რომელიც უმართავი ხდება რა თქმა უნდა ემოციურად ყველას აქვს გარკვეულ ასეთ ფაქტებთან უფრო მძაფრი დამოკიდებულება და მათი მიზანი არის რომ უმართავი გახადონ პროცესები და გაზარდონ ემოციური მუხტი. აქ პოზიცია არის ცალსახა არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი არის არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. შესაბამისად, ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და ის დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად ახალ არჩევნებამდე. ჩვენ გვეყოლება საქართველოს ახალი პრეზიდენტი მიხეილ ყავლეშვილი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბოლოს და ბოლოს საზოგადოებაში ნდობა გაჩნდება იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს ინტერესების მატარებელი და არა უცხო ქვეყნების ინტერესების მატარებელი. აი ამას უზრუნველყოფს ახალი პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად მოგილოცავს ახალ წელს. რაც შეეხება ზურაბიშვილს, თუ ის ჩათვლის, რომ 29 დეკემბრიდან ფეხები უნდა გაფშიკოს და არ გამოვიდეს იმ შენობიდან, გვექნება ძალიან მხიარული წინასაახალწლო დღეები და ბევრ პერფორმანსს მოუწყობთ რიგით მოქალაქე ზურაბიშვილს. გუშინ ღამე კიდე დააკავეს ადამიანები ამ რეჟიმის წარმომადგენლებმა. მეორე, დიალოგი რაზე? ახალ არჩევნებზე როგორ უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა მოხდეს პოლიციის დეპოლიტიზება და როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება. პრეზიდენტ მაკრონის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი განვითარება ვითარების და შემდგომ მისი ჩართულობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში საბოლოო ჯამში კრიზისის განმუხტვას. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ მაკრონი გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. რაც შეეხება დიალოგს, რა თქმა უნდა დიალოგის მზადვარ. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ ევროკავშირთანაც და შეერთებულ შტატებთანაც გადატვირთვები დაიწყებოდა, რა თქმა უნდა ეს ნიშნები უკვე ჩანს. მათ შორის ეს ზარიც ამის მანიშნებელია. თქვენ ბევრი გახსოვთ ისეთი ზარი, მაგალითად ევროსაბჭოს სხდომის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის წინ. გვახსოვს ვინმეს ესეთი ზარები? იღებდნენ გადაწყვეტილებას ისე როგორც იღებდნენ. მაგრამ ეს ზარი, რა თქმა უნდა, იყო ზუსტად იმის გამოძახილი, რომ დაინახეს, რომ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს საზოგადოება დღას ორ ფეხზე ღირსეულად და არ ეპოვება იმას, რომ ვინმე აპირებს
აქ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გაუქმებას. ეს საუბარი შეეხებოდა ორფრივ ურთიერთობების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. საუბარი იყო ყველა თემაზე, რაც დღეს ქართულ მხარეს თუ ფრანგულ მხარეს შეიძლება აწუხებდეს ჩვენს ორფრივ ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ იყო შეთანხმება, რომ გავაკეთებთ ყველაფერს ორივე მხრიდან, იქნება ამის ცდილობა ყოველ შემთხვევაში, რომ ეს ურთიერთობები დაუბრუნდეს ჯანსაღ ნორმალურ ურთიერთობებს. ნახოთ